21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მსოფლიო დღეა. მათ უამრავი გამოწვევა აქვთ. მაგრამ დღეს ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ყოველდღიურად ხვდება, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების და მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ კრამავსომებს არ ვითვლით ერთად მარტოობის წინააღმდეგ. დღეს სტუდიაში ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმრები არიან დაუნის ასოციაციის დამფუძნებელი ლია ტაბატაძე და ასოციაციის სამედიცინო მიღწევების ხელმძღვანელი რუსუდან გევრიშვილი. გამარჯობა, დიდი მადლობა რომ მოგწართ. მადლობა რომ მოგვიწვიეთ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ. ნამდვილად, ხაბრასო, კითხვით თქვენთან გადმოვა პირველ რიგში, რა არის ის მთავარი სამედიცინო პრობლემები, რომლებიც აწუხებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს? ლევანი, ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის არის შექმნილი სამედიცინო მართვის გაიდლაინი. სწორედ იმიტომ, რომ არაერთი გამოწვევა აქვთ დაბადებიდან, თანხმლები დაავადებები და სამწუხაროდ რისკი ამ დაავადების განვითარებისა წლების მატებასთან ერთად არ იკლებს, პირიქით მატულობს. შესაბამისად, მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი ჭირდება მათ მდგომარეობას და ეს არც ერთი წუთით იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის დაავადება, რისკენაც არის მიდრეკილი ქრომოსომული წინასწარ-განწყობით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, აუცილებლად უნდა განვითარდეს და იჩინოს თავი. უბრალოდ მუდმივი კონტროლია საჭირო, დროული ჩარევა, რომ არ გართულდეს მდგომარეობა და მართვადი იყოს სიტუაცია და არ გქონდეს სავალალო მდგომარეობები და გართულება, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაიდლაინი ახსენეთ და მაგაზე მქონდა შეკითხვა, რომ 2024 წელს როგორც ვიცით, საერთაშორისო სამედიცინო გაიდლაინი ითარგმნა, მაგრამ დამტკიცებული ჯერ არ არის, არ მომხდარებს დამტკიცება და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის გაიდლაინების პრაქტიკაში დანერგვას, დამტკიცებას, ხელშეწყობას, არ ვიცი, ყველაფერს. კი ბატონო, როგორც აღვნიშნე, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი არის დაუნის სინდრომი, რომელსაც მკაცრად გაწერილი, სპეციფიურად გაწერილი სამედიცინო მეთვალყურების გაიდლაინი აქვს და 2022 წელს ამერიკის პედიატრიის აკადემიამ განაახლა. ახალი ცვლილებები შეიტანა და რაც არასდროს არ ყოფილა აქამდე, დასრულთა სამედიცინო მართვის გაიდლაინიც შეიქმნა 2022 წელს და ჩვენმა ასოციაციამ, რა თქმა უნდა, ჩვენ სულ თვალყურს ვადრებთ ყველა სიახლეს და მტკიცებულებებს და დაფუძნებულ სიახლეებს ნერგავთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ჩვენთან და ვავრცელებთ ამას სამედიცინო სექტორში. მოხდა ამ გაიდლაინის თარგმნა, სპეციალისტები სამედიცინო გუნდი შეიკრიბა, ერთად ადაპტირდა ჩვენს საქართველოს რეალობაზე. გაიდლაინების დამტკიცების საბჭოს გავიდა ჯანდაცვის სამინისტროში, სამედიცინო კონფერენციაც ჰქონდა ზუსტად 2024 წელს, 4 წელი იყო ხო თუ არ ვცდები, მაგრამ სამწუხაროდ აი ბოლო ეტაპზე შეჩერდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ჯანდაცვის გვერდზე დღემდე არ არის ატვირთული ახალი გაიდლაინი, სადაც ბევრი ცვლილება არის, რაც მნიშვნელოვანია. რა პრობლემები შეიძლება წააწყდეთ ესეთ დროს, როდესაც გაიდლაინი არ არსებობს სახელმძღვანელოდ, ასე ვთქვათ. და არიან თორე ექიპები ინფორმირებულები იმაზე თუ რა ჭირდებათ ამ პაციენტებს. პირველად 2015-ში გავაკეთეთ ეს გაიდლაინი, დამტკიცდა, მაგრამ დღეს საიტზე აღარ იძებნება არც ეს ძველი გაიდლაინი. შემდეგ მედიცინა ვითარდება და იცვლება, ამიტომ განვაახლეთ და მით უმეტეს ზრდასრულების, როგორც რუსუდან აღნიშნა, საერთოდ არ არსებობდა და გაჩნდა. და სისტემაში ისევ არ არის და ისევ გვიწევს რუსუდანი არის ჩვენი ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი და 24/7-ზე ფაქტობრივად სულ ხაზზე არის თუ ექიმებთან, თუ მშობლებთან, რომ ინფორმაცია გაცვალოს, ისევ გვიწევს кейსებზე მიყოლა, ექიმებთან კონტროლი, ჯერ ეს გააკეთიან და პრევენციულ მედიცინაზე საერთოდ ვერ ვსაუბრობთ. ანუ ფაქტობრივად ჩვენი რეაგირება არის შემდგომი რაღაცა მოხდა და მე ვაკეთებთ რეაგირება. მშობლებში კი ვავრცელებთ, რომ ეს მონიტორინგი ჭირდება, მაგრამ მშობელი მაინც ოჯახის ექიმზე ან პედიატრზეა დამოკიდებული. არც არის ვალდებული, რომ სულ იხედოს, ხო, ანუ იმდენი გამოწვევები და სტრესები, ანუ სულ გაიდლაინით ხელში ვერ ივლის ხო მშობელი ფიზიკურად, მაგრამ უწევს. ხო, ამიტომ ექიმს არის მინდობილი და მონიტორინგი და პრევენციული მართვა ვერ ხდება და როცა რაღაცა რთულდება, მაშინ გვიწევს იმ кейსებზე გაყოლა და ანუ ძალიან რთულია და თან გარდა მაგისა დაფინანსებაც არა აქ, ანუ ჩვენ ამ გაიდლაინის დამტკიცებით, ანუ ერთადერთი რაც აკლია მინისტრის ხელმოწერაა, რომ აიტვირთოს ჯანდაცვის სისტემაში, თორე პროფესიულმა წრემ დაამტკიცა უკვე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ, ხო და 2 წელია თუ მეტი ველოდებით
ამ მარტივ ხელმოწერას. ჩვენ ბავშვებთან ბოლო კვლევებით დადასტურდა, რომ 80%-ზე მეტი შეიძლება შემთხვევა იყოს ძილის აპნოე, რაც არის ძილში სუნთქვის შეჩერება. ეს არ არის ქართული კვლევა, საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით საუბრობთ და ეს კვლევები დღემდე უძვირესია და ექიმებმა არც იციან, რომ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. და ხშირად მშობელი, იმიტომ რომ პრევენციული რაღაც კვლევა ჩაუტაროს, ასეთ თანხას უბრალოდ ვერ გადადებს და არ უკეთებს. და მხოლოდ მაშინ დგება ეს კვლევა, როცა რაღაცა რთულდება. ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსგან 2022 წელს დავიწყეთ ამ განახლებაზე მუშაობა, პირობა მივიღეთ, რომ ეს დამტკიცდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სექტორი იყო ჩართული ამ პროცესში და ჯანდაცვის მექანიზმსაც მივაბავთ, რომ ელემენტარული კვლევები შევიდეს და დღემდე ველოდებით. ადამიანების სიცოცხლე არის ამაზე დამოკიდებული, ხო? ანუ ზოგჯერ უბრალოდ არ იციან და გარდაცვალებებიც ხდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ არასწორი მართვა ხდება რაღაც საკითხების და ძალიან მე სულ ემოციურად ვითრგუნები ამ თემაზე, იმიტომ რომ მე 15 წელია მინიმუმ რაც ამ საკითხების გარშემო დავდივარ და ეს ელემენტარული პრობლემა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას სიცოცხლეს უკავშირდება, ესეც კი ვერ გადავჭერით სისტემურად და ძალიან რთულია ნამდვილად ამაზე საუბარი. ძალიან რთულია. რაზეც მინდა უფრო ყურადღება გავამახოთ, არის სწორედ ის გეგმიური კვლევები, რომელიც აუცილებელია ამ ბავშვებში და უკვე შემდგომ მოძრაობებში ჩატარდეს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კვლევა არის დაბადების გულის ეკოსკოპია, იმიტომ რომ უფრო ხშირი არის გულის მანკები ასევე ამ ბავშვებში. თუ ტარდება ეს გამოკვლევა საქართველოში რუტინულად და ხომ ყოფილი შემთხვევები რომ ეს შემდგომ მიდის უფრო სავალალო მდგომარეობამ. კი ბატონო, კი პასუხებთ. 50%-ია დაახლოებით დაუნის სინდრომის მქონე პირებს დაბადებიდან შეიძლება კონდეთ გულის მანკი, კომბინირებული მანკი და ასევე შეძენილი გულის პათოლოგიებიც ასაკისთან ერთად თავს იჩენს ხომ, ვიცით და აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. მთავარი რაც არის დაბადებიდან ბავშვს ერთ თვის მანძილზე აუცილებლად უნდა გაუკეთდეს კარდიოეკოსკოპია და ძალიან ხშირ შემთხვევაში მთავარი რაც გაიდლაინში არის გაწერილი მიუხედავად იმისა არის თუ არა ჩივილი, ანუ პედიატრი თulis თუ არა ამას საჭიროდ, ისმინება თუ არა რაიმე შვილი, ეს არის ოქროს წესი, ანუ ოქროს სტანდარტი, ეკოსკოპია უნდა ჩატარდეს. ყავს არაჩვეულებრივი ლიზიკო, რომელზეც ჩვენ ფონდი ზრუნავს და ამ უსაყვარლეს არაჩვეულებრივ გოგონას, რომელიც ცხოვრობს გურიაში, იმის გამო რომ დაგვიანებით მოხდა დიაგნოსტიკა და ჩვენ ვიყავით ვინც მე პირადად ჯოენში თან ვახდი, გავუკეთეთ კვლევა აბსოლუტურად ყველაფერი. მთელი ჯოენის გუნდი იყო ჩართული ჩვენთან ერთად და სამწუხაროდ ეს არის აი ვერ აგიწერთ როგორი შეგრძნება უსუსურობის განცდისა, როცა გამოდიან ექიმები ერთად ვშდებით და ვსაუბრობთ მდგომარეობაზე. ეს არის კომბინირებული გულის მანკი, რომელიც დადგინდა უკვე 2 წლის იყო ლიზიკო ჩამოვიყვანეთ ხო თუ 3-ის, რომელიც არაოპერაბელურია და ვერაფერს ვერ გავხდებით. შესაბამისად, უბრალოდ ხელშეწყობი თერაპიაა. ეხლა და მაგალითად ამ ეტაპზე მოემატა ქვეშინი და ისევ გვიწევს კონტროლი. ვერაფერს ვერ შვებით და მოგეხსენებათ ექიმები ბრძანდებით კომბინირებული მანკი გარკვეულ ასაკამდე ცოტა ხანი აძლევს საშუალებას როგორ მაიმუშაოს დაგვიანებული დიაგნოსტიკით, იმიტომ რომ დღეს გულის მანკი ძალიან მარტივად მოსაგვარებული პრობლემაა, მოგეხსენებათ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ოპერაცია კეთდება ყოველდღიურად, მთავარია დროული დიაგნოსტიკა, რომ არ გართულდეს მდგომარეობა. გარდა იმისა, რომ ეს არის კარდიოლოგიური პრობლემები, ახსენეთ თქვენ ძილის ობსტრუქციული აპნეა სჭირდება კვლევა, პოლისონოგრაფიული კვლევა, რომელიც როგორც ვიცით თბილისში არის მხოლოდ ხელმისაწვდომი და თუ არ ვცდები სადღაც 1000 თბილისში და ბათუმში ღირებულები. ამ ხრივ რეგიონში მცხოვრები მშობლები რას შვებიან ამ შემთხვევაში, უწევთ ჩამოსვლა რეგიონში, რომ ეს კვლევა ჩაიტარონ და რა ფინანსებთან არის ეს დაკავშირებული ასევე. რეგიონის მშობლებთან დაკავშირებით მაგალითად რამდენიმე წლის წინ UNICEF-ის კვლევაში ვიღებდი მეც მონაწილეობას აქტიურად და კვლევა მაჩვენა, რომ რეგიონის მშობლებს უფრო ძვირი უჯდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მართვა, როგორც ჯანმრთელობის მეთვალყურეობა, ისე განვითარებაზე ზრუნვა, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრებ ან მსხვილ ქალაქში მცხოვრებ მშობლებს. ეს კვლევებმა დაადასტურა იმიტომ რომ იქ არა აქვს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა, უნდა ჩამოვიდეს დედაქალაქში, დაბინავდეს, შეიძლება კვირაობით მოუწიოს ყოფნა და გაცილებით ძვირი ჯდება. სწორედ ამიტომ ფონდიც ახსენა რუსუდანმა ჩვენ გვაქვს
შექმნილი ფონდი, რომელშიც ესე კერძო პირებისგან ვაკეთებთ თანხების მობილიზებას და ამ ჯანმრთელობის მეთვალყურეობის დაფინანსებას ვეწევით, რამდენადაც ეს შეგვიძლია. და მივყვებით ეს ადამიანების ჯანმრთელობის ისტორიებს. აი, მაინც უნდა ვიკითხო რა მოლოდინები კერძო სექტორისგან, ბიზნესებისგან არის მათი მხრიდან რაღაც ტიპის ინიციატივები საჭირო, აი თქვენ როგორ ხედავთ ამ გამოცდილებით? დიახ, ეხლა ვინაიდან ვიცით, რომ რესურსებზე ხელმისაწვდომობა ფაქტობრივად ძალიან მცირეა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ორგანიზაცია, ასოციაცია არის, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი სტრუქტურით და ყოველთვის იყო 100%-ით გრანტებზე დამოკიდებული, უცხოურ გრანტებზე, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო დაფინანსება არასდროს არ გქონია და არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტში არ იყოს სახელმწიფოსთან. შესაბამისად, რესურსებზე ხელმისაწვდომობა არ გვაქვს, ის რაც ვახსენეთ, რომ სამეცნიერო სექტორს ჩვენ ვუზიარებდით ტრენინგებით მათ შორის, ამასაც ვეღარ ვაკეთებთ და უბრალოდ ესე ჩვენი სივრციდან ვაწვდით მათ ინფორმაციებს. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ბიზნესების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცნაირად საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისგებლობა თავის მოქალაქეებზე და ის საჭიროებები, რაც გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად არ კეთდება ხო სახელმწიფო დაფინანსებით, რაღაცნაირად დაეხმარონ ჩვენაირ ორგანიზაციებს, რომ შევძლოთ ამის გაკეთება, ხო? ასეთი მაგალითები ძალიან ბევრი გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში. და ჩვენი ქვეყანაც დიდი ხანია CSR-ის მიმართულებაზე, ანუ ბიზნესის სოციალურ პასუხისგებლობაზე რაღაცა ნაბიჯებს სულ დგავდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ იქცა რაღაც გრძელვადიან მდგრად მხარდაჭერად. მაინც დღემდე ბიზნესები ერთჯერად რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებებით შემოიფარგლებიან და ძალიან ნელა, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცნაირად ჩვენ და ბიზნეს სექტორი ვიზრდებით, რომ უფრო მეტი ვისწავლოთ ერთმანეთისგან და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გამოგვივა, ამაში ბევრ ძალისხმევას ვხარჯავთ. ეხლაც ბათუმში ქონდა გუშინ შეხვედრა აჭარაში არსებულ კომპანიებთან, რომ იგივე მათ მეტი ყურადღება მიაქციონ, თუნდაც აჭარის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. უამრავ პრობლემაზე ვისაუბრეთ დღეს და კიდევ შევაჯამოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათაც იქნება არის, რომ ეს გაიდლაინი, რომელიც უკვე არსებობს, დამტკიცდეს და გახდეს ყველა ექიმისთვის ხელმისაწვდომი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შეძლონ არა მარტო მშობლებმა მართვა, არამედ ექიმებმა უფრო კორექტულად ამ დაავადებების თავიდან არიდება, ხო? და ასე ვისაუბრეთ დაფინანსებაზე, რომელიც ძალიან მცირეა, როგორც მივხვდი და იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, სახელმწიფოს გაიგონებს თქვენ ხმას და ყველაფერი პოზიტიურად შეიცვლებათ.